და ასევე ლევან ყურაშვილი სამხედრო მიმოხილველი, რომელიც კოალიციას ცვლილებებს წარმოადგენს ამავე დროს. პირველი კითხვა რაც მინდა ბატონებო დაგისვათ. ბევრი შედეგებზე ბევრი იყო ლაპარაკი, მაგრამ ის რაც მოხდა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი რომ დასავლელ მოკავშირეებს ენთუზიაზმს გაუღვიებს და კიდევ უფრო გაამყარებს, რომ ამათ დახმარებას უკრაინელების აზრი აქვს, მაგრამ რუსეთის მოკავშირეებზე რა გავლენას მოახდენს, განსაკუთრებით ჩინეთი მაინტერესებს თქვენი აზრით, იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ რუსეთის მიერ ომის წარმოების რესურსზე, არ უნდა დაგვავიწყებს თუ რა დამატებით რესურსებს იყენებს ის და ჩინეთი აქ რა თქმა უნდა უკანა პლანზე გადასაწევი არ არის, რომელი დავიწყებთ საუბარს. დაიწყოთ. და მომხდარით შევეფასოთ ლევან. მოგესალმებით გიორგი, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველად უნდა ვთქვათ, არის ის თუ რა დონის ოპერაცია იყო ეს, იმიტომ რომ ეს არ არის რიგითი ოპერაცია, რომელიც შეგიძლია წელიწადში ერთხელ შეასრულო ან ვინმეს გაუკეთებია. მოსადის ოპერაცია გვახსოვს ხო, პეიჯერების, როცა ჰეზბოლას ასობით წევრი ააფეთქეს. ჩემი აზრით, ეს ოპერაცია უფრო რთულად შესასრულებელი იყო, ვიდრე ის, რომელიც მოსადმა ჩაატარა, იქ იყო კონკრეტული მიმწოდებელი, რომელმაც მიაწოდა კონკრეტული პეიჯერები, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან რთული ოპერაცია იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ოპერაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა წელიწად ნახევარი ტრის ტერიტორიაზე, რომელთანაც გაქვს კონვენციური ომი. ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში ყოველ საათს შეიძლება მომხდარიყო ერთი პატარა შეცდომა, რომელიც ამ ოპერაციას ჩაშლიდა. ეს არის ურთულესი სამუშაო და ურთულესად შესასრულებელი და მით უმეტეს ჩვენ როცა ვლაპარაკობთ რომ იმაზე რომ ეს ინფორმაცია ამ ოპერაციის საიდუმლოება იყო ბოლომდე შენახული. ჩვენ თუ შევხედავთ იგივე 2014 წლამდე რუსების ინფილტრაციას უკრაინის უშიშროების სამსახურებში, უსაფრთხოების სამსახურებში, მით უმეტეს წარმოუდგენელი ამბავია, იმიტომ რომ თვისობრივი განსხვავება, თვისობრივი ნახტომი გააკეთა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა იმასთან შედარებით თუ რაც იყო 2014 წელს. და თვითონ ტექნიკურად შესრულებაც არის ამ ოპერაციის ძალიან რთული 10 საათობრივ სარტყელში სინქრონული მოქმედება, მით უმეტეს იქ ტრის ტერიტორიაზე ეს იყო ის ადამიანები, ვინც ამ ოპერაციას ახორციელებდნენ, ცხოვრობდნენ თვეობით თუ არა, შეიძლება მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, იმიტომ რომ აქ საუბარია ადამიანზე, რომელსაც რუსები ეძებენ, რომელსაც იქ ქონდა ბიზნესი და ამ ბიზნესის საფარქველში ხდებოდა მთელი ამ ოპერაციის განხორციელება. და ეხლა რაც შეეხება თვითონ რას ნიშნავს ეს სპეცოპერაცია ზოგადად მსოფლიოსთვის. საერთოდ ცვლის თვისობრივად მომავალში როგორც სპეცოპერაციების ხარისხს და განხორციელების საშუალებებს, ისევე თვითონ მაგალითად იგივე ავიაციის ბაზირების წესებიც შესულად შეიძლება მოყვეს, იმიტომ რომ მსგავსი ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს კიდევ. იმიტომ რომ ტრაილერები დადის ყველგან, დრონები არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი საშუალება და ხელმისაწვდომი საშუალება მსოფლიოში და ეს ამან შეიძლება პოტენციურად პრობლემა არა მარტო რუსეთს შეუქმნას. პრობლემა შეიძლება შეუქმნას იგივე ევროპის ქვეყნებს, მათ შორის რომლებიც ასევე საკუთარ აეროდრომებზე განათავსებენ საკუთარ ავიაციას, ხო? ამიტომ ეს არის თვისობრივად ახალი ეტაპი საერთოდ ზოგადად ომის წარმოებაში მომავალში და იმას თუ რა ეფექტი შეიძლება კონდეს ამას უკრაინისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის ის რომ თუ მართლა 30%-ია საუბარი და 30% ნაკლები საშუალება ექნებათ რუსებს უკრაინის ტერორისთვის და ეს ავტომატურად კარგი ამბავია და გარდა ამისა ეს არის ფსიქოლოგიური ეფექტი პირველ რიგში, გარდა ამისა რუსებს მოუწევთ რესურსების გამოყოფა, მათ შორის საკუთარი ავიაციის, საკუთარი ბაზების დასაცავად მომავალში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის რესურსებთან დაკავშირებული, საბურავები რო ქონდათ დაწყობილი საჩვენებლად.
ვიცი რომ დაცვა არ ხდება და ეს უბრალოდ საჩვენებლად იყო, იმიტომ რომ სადღაც რომელიმე წითელ для галочки უსულად. რომელიმე წითელ საქაღალდეში მოხვედრილი იყო რომ რაღაც საკეთებენ, ასე აღარ გამოვა, მათ მოუწევთ სერიოზული რესურსების დახარჯვა, მათ შორის ფულადი სახსრების, მათ შორის ადამიანური რესურსების იმისთვის რომ მსგავსი რამ მეორე აღარ განმეორდეს. მაგრამ თავარი ყველაზე თავარი ამბავი რა არის. ის რაც დაკარგეს რუსებმა ამ სტრატეგიული ავიაციის სახით, უბრალოდ არის აუნაზღაურებელი დანაკლისი. იმიტომ რომ ის საუბრობენ რომ 7 მილიარდის დანაკარგი. ეს არის 7 მილიარდის დანაკარგი. ხვალ რუსეთი 7 მილიარდის მოძიების პრობლემა კი არ ექნება. პრობლემა არის ის რომ 7 მილიარდი კი არა 700 მილიარდი რომ მოიტანონ, ამ თვითმფრინავებს ხვალ ვერავინ ვერ მისცემს მათ. ვერც თვითონ აწარმოებენ, უცებ საერთოდ აღარ იწარმოება, მაგრამ რომც მოინდომონ ამის თავიდან საწარმოო ხაზის გახსნა, დაჭირდება ამას წლები. ამიტომ ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი და ეს ფულში არ გადაითარგმნება, ამიტომ დანაკლისი გაცილებით დიდია ვიდრე 7 მილიარდი.